რუსთაველის თეატრში ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გენო კალანდიას 75 წლის იუბილე აღინიშნა. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შერვაშიძის სახელობის პრემიების ლაურეატის გენო კალანდიას დაბადების 75 წლის თავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. საღამოზე პოეტის მეგობრებმა, ცნობილმა და ახალგაზრდა მსახიობებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს. დილიდან დაღამებამდე დაკიდებულო ნაპრალს მე ამოვავსებ უშენოდ იმ სავერანეს საფლავს მერე სხვა შეგეზიაროს მან გაგიმაგროს ლიბო ოღონდაც ასე მართალი ასე ერთგული იყო არ გამიჯავრდე გეთაყვა არ მომიხურო კარი მიყვარ ხარ როგორც მზე უყვარს უსინათლოს და ყარიბს არც აკაკი ვარ, არც ვაჟა, არც მოციქული ზევსით, უბრალოდ სიკვდილს ვაპირებ შენთვის. გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და პიესის ავტორია. მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებად გამოცემულია რამდენიმე ენაზე. საღამოზე იუბილარის მიმართ თბილ სიტყვებს არ იშურებდნენ და მასთან ერთად განვლილ ცხოვრების საინტერესო და რთულ დღეებს იხსენებდნენ მისი მეგობრები. მარად შეყვარებული პოეტი, ნატიფი ლირიკოსი და იმავდროულად შემართული ერის კაცი, რაც გენო კალანდიამ აფხაზეთის ომის ქარტეხილების დროს და მთელი განვლილი ცხოვრებით დაადასტურა, აღნიშნავდნენ გამომცვლელები. მათ შორის იყვნენ აფხაზეთის ხელისუფლების, ქართული ინტელიგენციისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები. ეს არის კაცი, რომლის ლექსებზეც მე მაგალითად სრემლები წამოვსვია, მიტირია. ეს არის კაცი, რომელიც სიყვარულით ცხოვრობს, რომელიც ეფერება სამყაროს, ვაშკაცი კაცია და მისი პოეზია არის გამთბარი, სიყვარულით, სიხარულით, სევდით და რომელიც შენ აი გეტყვის. მისი ლექსები მე მელაპარაკებიან ხოლმე, მესაუბრებიან. სიამოვნებით მიულოცავ ბატონ გენოს, მართლა ლამაზ იუბილეს. მოხარული ვარ ამ იუბილეს მონაწილე მეც. ის აკეთებს იმას, რაც ჩვენ ერთ ჭირდება და ჩვენ ხალხს ჭირდება. და როდესაც კიდე მეორე იუბილე იქნება, მიმელოცოს აფხაზეთში. ჩემ უფროს მეგობარს, ბატონ გენო კალანდიას, შესანიშნავ პიროვნებას. მოამაგეს თავის ქვეყნის, თავის კუთხის. წესიერ ადამიანს, რომელმაც სხვა თაობებიც ბევრი გაზარდა, წარმატებებს უსურვებ დიდხანს სიცოცხლეს. გორის და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გამოგზავნილი მილოცვის ტექსტი გააცნო საზოგადოებას. ადამიანები სხვადასხვა მისიით იბადებიან და ჭეშმარიტად ბედნიერია ის პიროვნება, ვინც თავისი ცხოვრების აზრს გააცნობიერებს. თქვენი გზა სიტყვისა და ხალხის მსახურებას დაუკავშირეთ, რაც ფრიად საპატიო მიზანია. დღეს, როდესაც ქვეყანას ჯერ კიდევ არა აქვს მოშუშებული აფხაზეთის და სამაჩაბლოს ჭრილობა, თქვენს შესანიშნავ შემოქმედებასაც და მამულიშვილურ საქმიანობასაც კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა ეძლევა. გულითადად გილოცავთ საიუბილეო თარიღს და შევთხოვთ ღმერთს, მოგცეთ ძალა, კვლავაც დაუღალავად ემსახუროთ ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას. უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. საღამოს სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდანაც არ აკლდათ, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, სენაკიდან. როგორც იუბილეზე ცნობილი გახდა ადგილობრივი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ზუგდიდში ერთ-ერთ ქუჩას, სადაც პოეტის საგვარეულო სახლი მდებარეობს, ძმები კალანდიების სახელი ეწოდა. გენო კალანდია სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის თეატრალური საზოგადოებისა და დემოგრაფიული საზოგადოების პირველი თავმჯდომარე. მისი ძალისხმევით შეიქმნა ცნობილი აფხაზი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი შერვაშიძის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი, რომელსაც წლების განმავლობაში თავად ხელმძღვანელობდა. იყო საქართველოს პარლამენტის მეორე, მესამე და მეოთხე მოწვევის დეპუტატი. ამჟამად არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. გენო კალანდია თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. დღევანდელი დღე არის არა მარტო გენო კალანდიას, არამედ მისი მკითხველების და თაყვანისმცემლების. გენო კალანდია ჩემი უახლოესი მეგობარია, ბევრი რამ გადაგვიტანია ერთად
და მე ყველაფერი მიხარი 275 წლის ვარ და ვინდა რომ რაღაცა გავაკეთოთ კიდევ ისეთი რომელიც ჩვენ ქვეყანას გამოადგება. ძალიან იჭერი კაცია და ამიტომ სიკეთის გამცემი მომფერებელი და ლაშკაცი. მე მიხარია რომ ის კოლხურ ზრდილობას, დარბაისლობას, გულუხობას და ნიჭიერებას, რომელიც ასე დააფერთხა მის კუთხეს და ჩემ საქართველოს უფალმა, ის არის გამორჩეული პოეტი და ყოველთვის მისთვის ყოველი დღე იუბილე უნდა იყოს ამ იმსახურებს 75 წლის გენო კალანდია. გარდა იმისა, რომ იგი არის არაჩვეულებრივი შემოქმედი, პოეტი, იგი არის საზოგადო მოღვაწე. უპირველეს ყოვლისა აფხაზეთის საზოგადოების ძალიან დიდი იმედი, ღირსება, სიამაყე და ამავე დროს სრულად საქართველოს საზოგადოებისთვის მაგალითი ამ განსაცდელის ჟამს ღირსეული სულიერი შემართებით სულისა. საღამოზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა რუსთავი და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა აფხაზეთი. მონაწილეობდნენ ასევე აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და ჯგუფი ფორტე. ღონისძიების დასასრულს პოეტის სიხარულს და ემოციას ვერ მალავდა მისდამი გამოჩენილი ყურადღებისა და სიყვარულისთვის. რა თქმა უნდა ერთგვარი სინანულის და სევდის გზნობა მეუბნება, იმიტომ რომ 74 წელიწადი უკვე ეს მთელი ეპოქაა. ეს ეპოქა ლექსით, ომით, ბრძოლით, საგენჭუბერით და 1000 დრამატული დღეებით გამოვიარე, მაგრამ დღემდე მოვედი და მაგრამ ჩემი რწმენისათვის არასოდეს ვიღალატია, მე ვიყავი ქართული ლექსის მსახური და როგორც შემეძლო, აი ვაკეთებდი ამას და უბედიერესი კაცი ვარ, რომ დღეს იმდენი მკითხველი და იმდენი საყვარელი ადამიანი გამოჩნდა აი რუსთავის თეატრში რომ ალბათ ამისთვის ღირდა მარტო ცხოვრება. მე სასახლეში გეწევით კვირას ვით ახალგაზრდა თქვენი მსახური მე თქვენ მიყვარხართ მე ცუდად მძინავს მე სიკვდილს ვებრძვი მთელი ზაფხული მე ერთგულების მიმოძეთ ხუნდი მათ მთელი ქვეყნის ბაჭაღლო გქონდეთ მე შეიძლება სულ ყველა მძულდეს თქვენ დედოფალო აღარასოდეს მე განდეგილის მე კუთის ფლასი ვიწესი ითხოვს და ქრისტეს მცლება თქვენ შავი ღვინო მეირთვით თასით მე საწამლავის მომეცით ნება